მშვიდობა ყველას ახლობლებს და შორეულებს, ნაცნობებს და უცნობებს. როგორც ფილმშია, ტერი ხართ მოყვარე, სულ ერთია შემოდი. როგორ ხართ? ნათელი დღესავე ჩანს, რომ უფრო მეტად გაგიმართლა შენ, ვიდრე კოლუმბიელებს. ღმერთმა შეიწყალოს ძალიან საშინელი ამბავი მოხდა კოლუმბიაში. მიწისძვრა, ამბობენ 7 და 4 ბალი. მიწისძვრა იყო, ეს მაგარია. ასობით და ათასობით და რა ვიცი კიდევ რამდენი კიდევ დაკარგულია ვერ ეძებენ. მეგობრებო, დარწმუნებული ვარ, რომ როგორც კოლუმბიელები არ ელოდებოდნენ ამ საშინელ მდგომარეობას. ეს მოხდა ასე. არავის არ გაურთხილებია. არქა კოლუმბიელებო, გამოდით სახლიდან, ისა თავს გაურთხილდით, მიწისძვრა იქნება. რამე და ხანე ნახოთ ჩვენ ყველამ ერთად, რომ ის კოლუმბიელები, რომლებიც ამოყვნენ იმ მიწისძვრას და დაიღუპნენ, როგორ ფიქრობთ, თქვენ იცოდნენ? ელოდებოდნენ? არ ელოდებოდნენ. შენ ელოდები მიწისძვრას, ანდა რამე ღმერთმა გვაშოროსდა. ჩვენი ცხოვრება არის როგორც კვამლი, ორთქლი. ასე ამბობს ბიბლია, ახალი ათმა, წმინდა წერილი. ერთ წუთად ჩანს, მერე გაქრება. მაგრამ საქმე ისა, მე სად გაგრძელდება ეს ცხოვრება თორე. ყველანი გავდივართ ამ გზას. სიკვდილი არის, როგორც ისა, ერთი ოთახიდან არ გადადიხარ, მეორე ოთახზე ზღურბლი როა. გადახვალ და იმას გადახვალ და უკვე არ ახარ იმ ოთახში. სპალნაში არ ახარ, უკვე ზალაში ხარ. აი ასე ხდება ეს. როგორც კოლუმბიელები არ ელოდებოდნენ და საერთოდ აზრადაც არ მოვიდოდათ, რომ ეს საშინელი უბედურება დაატყდებოდათ მათ თავს, როგორც იესომ თქვა, როგორც ხაფანგიზი დაატყდებათო თავს, როგორც თქვა მან, გახსოვთო სილვამის კოშკი, რომ დაეცავთ 18 კაცზე რომ ამოწყიდავა. ასევე დაიღუპებითო, თუ არ მოინანიებთ. მე არ მეთქვი ეს, იესომ თქვა. ამიტომ მადლობა ღმერთს. ცოცხლები ხართ, ვართ. უფრო საშიში მდგომარეობაში იმყოფება, ძალიან საშიში მდგომარეობაში იმყოფება ის პიროვნება, ვინც არ არის ღმერთთან შერიგებული. და ეს ხდება მონანიებით. ღმერთს არაფერი არ უნდა ადამიანისგან, შენგან. ერთი რაღაცა უნდა. აღიარე რომ ცოდვილი ხარ ღვთის წინაშე. აღიარე რომ დამნაშავე ხარ. თუნდაც ისეთ საქმეებში კი არა, რომელსაც შენ ვერც კი მოჭრეთ და ვერც კი დაინახავ. მოლეკულებში კი არა. აი ეს მსხვილ. ბეხვერია ცოდვებში. ადამიანმა უნდა ხენდეხოხ უნდა გააკეთოს. ცოდვილი ვარობალა, მაბადიე. მაგრამ არ უნდა კაც. ისე რომ არ უნდა ირწმუნოს. რომ ირწმუნოს, მაშინ ხენდეხოხი მოუხდება, ხენდეხოხის გაკეთება და ეს ამაყებს არ უყვართ ხენდეხოხი. ამაყებს უყვართ, რომ მათ დაუჩოქონ, მათ ემსახურონ. მათ სერ, ბატონო, ქალბატონო უწოდონ. მე არ მიყვარს. არა, კულტურა არა ის დაარქვის. ერთია, როგორც შენ არ მოგწონს უწმინდესი და უნეტარესი. ილიაზე რომ ამბობდნენ,
აი ასეთი ამის მეზობელი ნათესავია იმის ბატონო ქალბატონო თქვენო უდიდესოები რა აგლია იქ პატარა აგლია თქვენო აღმატებულობა იესო მიცი რა თქვა როცა რამის გააკეთებთ კარგს რასაც მე გეტყვით თავიდან ბოლომდე ატიდო გაიმართეთ მკლავები და გაისწორეთ ფართოკებიან საროჭკები და თქვით ფანტასტიკები ვართ ასე როცა იესოს თუ რამის გააკეთებთ რაც გასაკეთებელი გაქვთ თქვითო ბატონები ვარ კი არა უვარგისი მონები ვართ იმიტომ რომ უფალი ამას ყოველთვის ამბობ არ ტოვებს თითის დასადება ადგილსაც რომ ვინმე სიამაყეს ადგილი გქონდეს მან უნდა გასპავლისავით კი მე ვაკეთებ მაგრამ მე კი არა მადლი რომელიც ჩემში უფალი იქს ამიტომ მადლობა შევწიროთ ღმერთს რომ არ დაგემართა როგორც კოლუმბიელებს ეხლა დაუშვადა ღმერთმა გვაშოროს და საქართველოში რომ მოხდარიყო ეს 7, 8, 9 რავის ღმერთმა გვაშოროს შენჯღრევა მაგარი აი ხო დამერწმუნებით რომ მაშინ რამდენი ინანებდა რატომ არ მოვინანი რატომ მეუბნებოდნენ ხომ ვისმენდი ტელევიზიიდან ინტერნეტიდან ფეისბუქიდან რა ვიცი რაც არსებობს ეს ისა ინტერნეტსელიდან და მეზობლებიდან ამ სამოსახურიდან ამ ხანაგებიდან მეგობრებიდან თანაკლასელებისაგან რატომ არ მოვინანი მაგრამ მე გვიანია ეს მე ის არ მუშაობს ამიტომ ვინც მორწმუნეები ვართ ყოველთვის ჩვენი სინდისი იყოს სუფთა თუ რამე შესწოდეთ თუ რამეში გადაგივარდა ფეხი სიტყვა ამოგივარდა ვინმე აწყენინე წერი ესახარებში მზე ნუ ჩავა თქვენს რიცხვაზე რა წერია მზეს უყურე და ერთი წუთი რო აკლია დამალოს ესე მიდი და ეს ნიშნავს რომ ეს იგავით არის მაგას როგორც იგავი თქვა იესო როგორც აკრემი არ ვერ გაზრება ნემსის ყუნჩი ანდა კიდე რაღაცები რო არის აი წავა და მამაჩენს დამარხავ ის მართლა მამი ეს იყო ისეთი პრობლემა ჰქონდა იმას რომ თქვა თითქმის იმას უდრიდა რომ ოჯახის წევრი ყავდა იმისანა პრობლემა ჰქონდა რომ პაშტი გავდა რომ აი ოჯახის წევრი გარდაეცვალა დაჟე მამა და ამ პრობლემას მოაგვარებოდა მე გამოყვებია და იესო მუცხრა მკვდრებმა დამარხონო თავიანთი მკვდრები შენ წამოდი ჩემთან მოუთხრა შენ მე გამომყევი ასე რომ ყოველთვის მოხდება რამე მოვინანიოთ სუფთავი ხო წერია წმინდანი კვლავ წმინდანობდეს თუ წმინდანი წმინდა რა თუნდა მას გაწმენდა მაგრამ უჭირდება მორწმუნეს გაწმენდა იმიტომ რომ სიტყვაში საქმეში აზრში გული რაღაც წაისრება მაგრამ წასრება არა პრობლემაა როცა იმას შენ ნივიჟოს უკეთებ ისე ტოვებ და ამბობ ამ საღამოს მოვინანიებ ხვალდილა იმ კვირას მოვინანი იმ კვირას მოუნახავ კაცო იმაზე თხო ვერ ბოდის და არ მიიღებს და კი არა რას უნდა ის თქვია არა ერთ კენჭს შეუძლია პატარა ბეღურას ზეც არ ანახოს მოაბი კენჭი ფეხს და კარგად იყავი ვერ გაფრინდება ასე რომ და ვინც არ არის მორწმუნე და მონანიებული მაგრად ღმერთმა ნუქნას უფალმა ჩემი ან სხვის ან შენი ამ ხანაგის მეზობლის და ასე შემდეგ სიტყვები გაგვახსენოს ღმერთმა გახსოვს იქ მე გაფრთხილებდი შენ მე გიკაკუნებდი შენ კი ნივიჟოს აკეთებდი მე კი ვიცოდი ღმერთმა იცის რა საშიშროება ემუქრება მოუნანიებელ კაცს აი რატომ ხარობენ ანგელოზების ზესაში ერთ კაკალია მომნანიებელ ცოდულს რა ხარ და პლუსი დაუწერეს რა ეს მონანიებული ტანცებს გაუკეთებს და იქით მოემსახურება და რაზე უხარიათ იმიტომ რომ ანგელოზებმა იციან ესენი სად მიდიან
მოუნანებელი დაუბრუნებელ ჯოჯოხეთში მიდიან, საიდანაც გზა უკან არ არის, როგორც აბრაამმა უთხრა იმ დიდერს. ამიტომ ადამიანო, არ ირისკოს შენი ცხოვრება. სანამ დრო არის. კოლუმბიელს ეს რომ ცოდნოდა, იცი, წინას არ ცოდნოდა. რამდენი მოინანიებდა. მაგრამ იმიტომ რომ არ ელოდებოდნენ. არ ჯეროდათ. ის იქით ხდება მოწეს რა. ის აქეთ ხდება მიწის რა. ჩვენ კაცო კოლუმბიელებს რა შეგვეხება. ჩვენი წილხვედრილი ერი ვართ. ეს ვისაკს ეს ფრაზა, წილხვედრილი ერი ვართ. წილხვედრილი ერი ვართ ამბობდნენ ებრაელები და ისე დაფანტა ღმერთმა 2000 წლის შემდეგ დაუწყო შეკრება. ასე არ ვიფიქროთ. ისი რა არის? ახლა ამ ქვეყნიერებაში ხო ცხოვრობთ და ჩვენს ჩვენ რა პირდაპირ არ დავიბადეთ და მორწმუნე ხარ გახდით. ჩვენს გავიარეთ. მე რაღაც 30 წლის ვიყავი ისე მოვინანიე. ვიღაცა 30 წლისას ინანიებს. ვიღაცა ყველა თავისავის დროებში ინანიებს და სანამ მოვინანიებდით მაშინ ვიყავით კებეზაში ჩასმულიცა ან და სხვა კლდეებში. ჩვენ ცოდვილები ვიყავით. ჩვენს ვაკეთებდით ბევრ ცუდ საქმეებს. კრიმინალებშიც ვიყავით და ნარკომანებშიც ისე ყველა ნარკომანი რას ფიქრობს. ვიღაცა ნარკომანები გაიგეთა იმას რომ წამალი მოკვდა. ან ჰაერი შეეპარა. ან რაღაცა ცუდი წამალი შეხვდა. ან და პერედოზი რო უკან მოხდა, ბევრი გაიგეთა, იღორა. ხორმოცელობა დაემართა. გულმა ვერ აიტანა და მოკვდა. არ მინდა გრუბავ თქვა, მოკვდა. ის მოკვდა, ის ამხანაგი მოკვდა, ეს ამხანაგი მოკვდა, ის ამხანაგი მოკვდა და ამას კი არ ჯერა. იმათმა კარგად არ გაიკეთეს, იმათმა სუფთად არ გაიკეთეს, იმათმა იღორმოსულეს, მე სუფთად გავიკეთებ, მე ბევრს არა და მე იმასაც ემართება ის. იმიტომ რომ ჭკუას ვერ სწავლობს. ის მარჯვე ამხანაგი მოკვდა, მარცხნივ მყოფი მოკვდა. წინ ამხანაგი მოკვდა, უკანა მოკვდა და კიდო არ ჯერა. რატომ? არაფასებს სიცოცხლეს. არა ფრთხილი. ეს აკლია. გონიერება ჭკუა. ეს ზუგდიდში რა მოხდა ერთხელ. იქ ბინებში რო ცხოვრობდით, არის შენ თუ არ ყავდა თეგვი, მეზობლის თაგვი ტრუწუნები შემოდიოდნენ. ხო, დედაშენ მაგარი სუფთა ხალი იყო. ჩასმული და ვერ ამიარშებდა იქ ამხანაგები. აპრიალებდა. ყველაფერი წრიალებდა იქ. და მაინც იყო ეს ტრუწუნები. ერთხელ დავდგე ტრუწუნა და ტრუწუნა მეთქი. ხაბანგი, ხაიცი ჩვენებური, პრუჟინიანი. კლუბ. და კითხულობ იმას სახარებას. ზივარ ზალაში და გავიგონი ამისა ხმა. კლაც. მე სუნაგა. ხელი თუ რაღაცა მქონდა იქ. ჩამოსმული. ეს ანკეს თევს ჭიას უდებენ. ტრუწუნას კი თხილის გულით ნიგოძით რაღაც გაუკეთეთ იქ. რომ მოწონსის. მივედი და სადა ტრუწუნა არ არის. ოღონ ტრუწუნას შავი კუდი დარჩა იქ. კუდი მოაგლიჯა. რა ვიცი როგორ რაილეთი გააკეთა იქ. მაგარი სწრაფი შუსრი ყოფილა, მაგრამ კუდი დატოვა. მეთქი, კუდი დატოვა მეთქი ამ ტრუწუნა. მეთქი ისე ლამანჭუა ეს უკუნისამდე უკვე არ მომამეთქი ალბათ მეზობლებში გაიქცევა. მეთქი ერთი ტრუწუნა მოვიშორე ისე შეშინდა მეთქი, რომ მეგრულად ამის ბუზუხს არავინ არ ნახავს მეთქი. მეორე ღამეს ისე გაისკმა კლაცვნი. მეთქი ალბათ მოვიდა კიდე ვიღაცა. ისა ტრასავი რომელი ახაც პროცუნა. ან თაგვი. მივედი და თაგვი. პროცუნა. კისერზე ის
დარტყმია ეს რკინა და ცა თვალები ზევით გადმოკარგული. რას მოდიოდი შესაწყალო და გადაგდები ზოს ხედავ უკუდო ის შავი კუდი არ ქონდა. ეს ის როწუნა იყო. რომელმაც გაკვეთილი ვერ ისწავლა გუშინელი გაკვეთილი. არ ჩაუფიქრდა. არ გაუფრთხილდა, სიბზნე არ იყო და ისევ კუდი რომ მოხია. კი არ შეაშინა ვიღაცამ კადაკი არ უნახია. კუდი მოაგლიჯეს. ხაფანგმა კუდი მოაგლიჯა და მაინც მოვიდა. მაგრამ საბოლოოდ იქ განუდება მან თავისი მშვენივრა იქ დაამთავრა. სიცოცხლე. თავობაც რომ ვერ ნახა ის. აი ეს ემართება ხალხს. ასე რომ მადლობა უთხრათ ღმერთს. ისი ლაპარაკი მინდოდა და კარგი მე ახლა გავთიშავ რომ რა თემას მინდოდა იმაზე მელაპარაკა. იმიტომ რომ ეს მართლა მნიშვნელოვანი თემა. როცა მე ვხედავ რაღაც არასწორი ხდება ინტერნეტში, რასაც უყურე, როგორც მე ვხედავ, როგორც ჩემი ხედვა, აი ჩემის ისა სენსორები, მე რომ მაქვს სენსორი, ის როცა კივის არასწორია, საშიში საფრთხეა, ხო იცი როცა ისა ინაის ისრაელის მტერი რო გაუშვებდა რაკეტებს, ისრაელის უშვებდა საწინააღმდეგოს და აფეთქებდა მას. აი ესე როცა ვხედავ საშიშ იმას რაკეტებს ღვთისშვილების მიმართ გამოგზავნეს, მე არ შემიძლია. მეც გავაგზავნე. არ იქნება აქეთ გადმოსვლა. მე უფრო სხვანაირს გავუშვებ ასაშენებელს, დასარეგებელს, საგალობლებს. როცა ვნახავ, რომ მოწინააღმდეგე ქრისტეს სახელით სხვა სახარებას უშვებენ, მომაკვდინებელს და საშიშს, მე არავის ბოდისას არ მოგიხდით. რომელიც უნდა იყოთ მანდ. ჩემის მე მიხარ, დები ხარ, მაგრამ მე ყველას წინაშე მიყენია უფალი და ჭეშმარიტება. როგორც პავლემ თქვა, ადამიანებს რო ვამებდე, ქრისტეს მონა აღარ იქნებოდი. შეიძლება მე ასე არ ვარ, მაგრამ მე ასე ვეცდები. ჩემი სინდისი, ჩემი გულის წინაშე, არავის წინაშე თავს არ ვდახვრი, გარდა უფალი იესო ქრისტესი. და მე ვიცი რომ მე არ მომიწევს ცხებული და სულიერი ხალხის წინაშე ბოდიშის მოხდა, იმიტომ რომ მე ყოველთვის მოხარული ვარ ჭეშმარიტების და სიმართლის და არასოდეს არ მომიწევს იმედი მაქვს ჩემი სულიერი ძმების, უფროსის ძმების წინაშე ბოდიშის მოხდა, იმიტომ რომ მჯერა რომ ისინი ყოველთვის ილაპარაკებენ საღ და სწორ სახარებას. ასე რომ მე ხლა გავთიშავ, იმიტომ რომ აქ რაღაცები ვილაპარაკე და არადა ის პატარას არ არის. ასე რომ ეხლა უფალმა გაკურთხო, დაგლოცოთ და 2 წუთში ან 5 წუთში ისევ მეორეს ჩავთავ. უფალმა გაკურთხოთ, რომელიც ხართ, დიდება უფალს. მადლობა ღმერთს, რომ ჩვენზე არ დაუშვა უფალმა. არც მიწისძვრა, არც წყალდიდობა, არც ინფარქტი, არც რაიმე პრობლემა. მადლობა უფალს. ვინაიდან მისით ცოცხლობთ, მისით სუნთქავთ, მისით მოვძრავთ. როგორც წერია ბიბლიაში, დასევო მეს და нас привел Господь. აი ამ ადგილამდე მოგვიყვანა უფალმა და ერთი ჩიტის არ ჩამოვარდება მისინების გარეშე. მადლობა მამაოზესიერო, როგორც მე, ასევე ის შენი შვილები თითეული მათგანი. მადლობას გწირავთ შენი წყალობისა და ჩვენთან ყოფნისათვის და შენი ფარველი ხელისათვის. ამინ. ხოწუჩი.